კულტურა არის ის, რაც განგვასხვავებს ერთმანეთისგან და აყალიბებს ჩვენს იდენტობას. თუმცა მისი უდიდესი ძალა სწორედ ისაა, რომ მას შეუძლია დაგვაახლოს და გაგვაერთიანოს. საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მდიდარმა და მრავალფეროვანმა ისტორიამ შექმნა და შემოგვინახა ფასდაუდებელი კულტურული მემკვიდრეობა. მემკვიდრეობა, რომელიც კვლავაც შთააგონებს და ამდიდრებს კაცობრიობას. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა ევროპასა და აზიას შორის არ ყოფილა მხოლოდ სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების დერეფანი. ის იყო ხიდი იდეებისთვის, ტრადიციებისა და ადამიანური ურთიერთობებისთვის. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ასახავს როგორც ჩვენს გამორჩეულ იდენტობას, ისე იმ მრავალფეროვნებას, რაც არის ჩვენი ერის არსი. ჩვენ ვამაყობთ ქვევრის ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციითა და ქართული მრავალხმიანობით, რომლებიც იუნესკოს მიერ მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობად არის აღიარებული. მსურს ყველა მოგიპატიჟოთ საქართველოს პავილიონში, სადაც წარმოდგენილია ქვევრის ღვინის დაყენების ტექნიკა და მიღებაზე, რომელიც ეძღვნება ქართულ მრავალხმიანობას. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ხალხისთვის, არამედ მთლიანად კაცობრიობისთვის. იუნესკოს მისია და პრინციპები, მშვიდობა, ურთიერთპატივისცემა და თანამშრომლობა საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ჩვენთვის მშვიდობა არა აბსტრაქტული ცნება, არამედ ყოველდღიური მისწრაფებაა. ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ვიცით კონფლიქტის ფასი და ასევე ის თუ დაყოფის გამოწვევის წინაშე რამდენად მყიფეა კულტურული და ადამიანური კავშირები. დღემდე საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები მოკლებულნი არიან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, გადაადგილების თავისუფლებისა და კულტურული იდენტობის შენარჩუნების შესაძლებლობას. ეს რეალობა ყველას გვახსენებს იუნესკოს მისიის მნიშვნელობას უზრუნველყოს განათლების, კულტურის და მემკვიდრეობის დაცვა ყველგან, გამონაკლისის გარეშე. ჩვენ ვაფასებთ იუნესკოს ძალისხმევას კონფლიქტის ზონებში კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად, კულტურის როგორც მანიპულაციისა და პროპაგანდის ინსტრუმენტის, გამოყენების თავიდან ასაცილებლად და დიალოგის როგორც შერიგებისა და მშვიდობისკენ მიმავალი ერთადერთი სწორი გზის ხელშესაწყობად. ამ სულისკვეთებით საქართველო მტკიცედ რჩება მშვიდობის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ერთგული. განათლება კულტურასთან და მეცნიერებასთან ერთად იუნესკოს მისიის არსია და მდგრადი მშვიდობისა და განვითარების საფუძველს წარმოადგენს. საქართველოსთვის განათლება პროგრესისა და მედეგობის ქვაკუთხედია. ის აძლიერებს ადამიანებს, აერთიანებს საზოგადოებებს და უზრუნველყოფს, რომ მომავალ თაობას მემკვიდრეობით გადაეცეს არა მხოლოდ ცოდნა, არამედ ისეთი ღირებულებები, როგორიცაა შემწყნარებლობა, თანასწორობა და ურთიერთპატივისცემა. 2025 წელს საქართველოს მთავრობამ უმაღლესი განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა დაიწყო უნივერსიტეტების მართვის მოდერნიზაციის, აკადემიური დონის ამაღლებისა და განათლების სისტემის საზოგადოებისა და ეკონომიკურ საჭიროებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. სწავლებასა და კვლევას შორის კავშირის გაძლიერებით, ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებითა და განათლების თანამედროვე მოდელის დანერგვით, საქართველოს მიზანია თავისი უნივერსიტეტები ინოვაციის, რეგიონული განვითარებისა და სოციალური კეთილდღეობის მამოძრავებელ ძალად აქციოს. ჩვენ ვაფასებთ იუნესკოს ხელმძღვანელობის განათლება 2030 წლისთვის დღის წესრიგის განხორციელებას და ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას. საქართველო მზად არის კიდევ უფრო განამტკიცოს პარტნიორობა იუნესკოსთან და ყველა წევრ სახელმწიფოსთან, რათა განათლება კვლავაც წამყვან ძალად დარჩეს შესაძლებლობების, დიალოგისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად.